საგალობლების შენთვის ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში პოეტის, თარგმელის, დრამატურგისა და სცენარისტის გურამ ოდიშარიას წიგნის საგალობლების შენთვის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნში, რომელიც სხვადასხვა დროს გამოცემულ კრებულებს აერთიანებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ამჟამინდელი მინისტრის მიერ 1978-91 წლებში ომამდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებები, ლექსები და პოემებია შესული. გურამ ოდიშარიას რჩეული გამომცემლობამ ინტერექტმა გამოსცა. 30-ზე მეტი წლის წინ ჩემი ლექსების პირველი კრებული გამოვიდა საგალობლების შენთვის და საგალობლების შენთვის რო გამოვიდა, შემდეგ 9 პოეტური კრებული გამოიცა კიდევ გარდა ამისა და ომის შემდეგ, აფხაზეთის ომის შემდეგ მე ლექსი ვერ დავწერე, შევკრიბე ჩემი 9 წიგნის ლექსები და გამოვეცით კრებული, გამოსცეს, რომელსაც ასევე ქვია საგალობლების შენთვის. ანუ ეს არის წიგნი, რომელიც მაბრუნებს ომამდელ სოხუმში, ომამდელ სამყაროში. ეს არის მისი ახალგაზრდობის დროინდელი ლექსები. იგი ავტორი წერს, რომ მას სოხუმის შემდეგ ლექსის წერის მუზა არც მოსვლია და ეს ბუნებრივიც არის და ეს არის გულწრფელობა, რომელსაც მწერალი ხმამაღლა აცხადებს ხოლმე. ამ ლექსებში არის ნოსტალგია მთელი აფხაზეთის მკითხველისათვის, პირადად ჩემთვის და ყველა მკითხველისათვის.